ვარ, კარგად გაცებული არ ვარ, მაგრამ რავი რაღაც სუსტად ვარ. მაგრამ ამის ხათრით ჩამოვედი. წამო გავისეირნოთ. გინდა? გავისეირნოთ? აი ნახე აქ რა სწორი არის. ზოგჯერ არავის არ დაუბიჯებია. მიდი გაიარე მანდ. არცივა ზოგადად როცა თოვლია ხოლმე იშვიათად ცივა, მაგრამ არცივა სასიამოვნოა გარეთყოფნა გადაიღებს მალე სადღაც 10-ისკენ უკვე აღარ აჩვენებს თოვლს ესე თოვლს აქ წინა დღეებშიც ეგრე მოთოვა რამოდენიმე საათით ხო და იმედია რომ ერთხელაც ისე მოთოვს რომ აღარ გადაიღებს ერთი რამოდენიმე დღე რომ ბავშვებმა გაიხარონ ცუდად ხوانდა, ცუდად კარგია. თა როგორ მშრალი თოვლია. ნახეთ როგორ მშრალი თოვლია მოხდა. წამლები ალბათ გაინტერესებს. დღეს არის 16 იანვარი. ვარ ცუდად. აბა ხა ამ წამოს რო კარგად რო ანუ ლოგიკით თავადასტურე ცუდად ვარ ხა ვერ მიხვდნი. ხო და სანამ ახალი გაკეთებული მაქვს გადასხმა ერთი დღე მყოფნის ხოლმე რა ანუ გუშინ გავიკეთე გადასხმა დღეს კარგად ვიქნები იცით რას ნიშნავს რომ საჭმლის შეჭმას შევძლებ წყლის დალევასაც ცოტათი შევძლებ რაღაც აი ეგ ნიშნავს კარგად ყოფნას თორე ენერგია რაღაცის გაკეთება სახლში გარეთ გასვლა სიარული ეგ არ შემიძლია უკვე აგერ თვეზე მეტია ახლა კითხვა ჩდება რატომ მეც დავინტერესდებოდი ყველაზე მეტად ეგ და მაინტერესებდა რომ რატომ იმიტომ რომ ველოდები პატარას პატარა ბეიბიკას გაგიხარდა ვისაც გაგიხარდა და გაგიღიმოთ ძალიან დიდი პატლობა მაგრამ მე ჯერ არ მეღიმება იმიტომ რომ როგორც სხვას არც არაფერს არ ველოდი როგორც მახასიათებს მაქვს უმძიმესი ტოქსიკოზი უკვე ძალიან დიდი ხანია და სვავ აი ამდენ ერთი ანთების დანარჩენი ორი არის ღებინების და სანამ ახალი გაკეთებული მაქვს გადასხმა აი ხელები აღარ მივარგა ოფიციალურად აი შეგიძლიათ ყველგან ნანემსარი ვარ და სანამ ახალი გაკეთებული მაქვს გადასხმა
ვიფიქრე, რომ სამომავლო ვლოგისთვის, რომელიცაც არ ვიცი, ახლა ამას მე იანვარში დავდებ, თებერვალში დავდებ, როდის დავდებ ამას არ ვიცი, მაგრამ დათარიღებული იქნება, როდის ვიღებ. ხო და სანამ ახალი გაკეთებული მოხდა და სხვა მეთქი მოვასწრო რა, იმიტომ რომ საღამოსკენ ალბათ უკვე ჩავარდები ლოგინში ისე, როგორც მახასიათებს გადასხმის მერე. რომ რამოდენიმე წუთიანი ვიდეო ჩამეწერა, რომ შევინახო რა. მე კიდე კარგად გავხდები, კიდე გადავიღებ, ხო? ესეთი ამბებია ჩემო ზურბასებო ჩვენთან, მე ვარ უკვე 9 კვირის ფეხმძიმე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება. დიდი იმედი მაქვს და ამ ვიდეოს თუ უყურებთ, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. გემატომა აქვს ბავშვს. ბავშვს გემატომა, ნუ შედებული სისხლი მაქვს, სადაც არ უნდა იყოს იქ. ხო და იმედი მაქვს, რომ გაიწოვება. არის საფრთხე, როცა არის გემატომა, ყოველთვის არის საფრთხე, რომ მუცელი მოგეშალოს, ექიმა გამაფრთხილა. მაგრამ რახან ჯერჯერობით სისხლდენა არა მაქვს და ღმერთმა არქნას, რომ დამეწყოს. კიდევ მაქვს იმედი, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს ამ ვიდეოს ეს ვიდეო დავდე იმედი მაქვს და ნუ ამ ვიდეოს დავდებ მაშინ, როცა დავწმუნდები საბოლოოდ, რომ ყველაფერი კარგად არის. ძალიან სუსტად ვარ. სულტირი ვარ, იმიტომ რომ ადამიანური ცხოვრება არ მღირსებია უკვე თვეზე მეტია ბავშვებო. ამას ვამბობ სრული სერიოზულობით. ეხლაც ძალიან ცუდად გამოვიყურები, მაგრამ ნუ ორსული ქალები და ტოქსიკოზიანი ქალები გამიგებთ გოგონები. თმა არ დამივარცხნია ერთი დაბაიდან დაბანამდე ვივარცხნი ხოლმე. მართლა არ ხუმრობ. მართლა საერთოდ არ ხუმრობ. საჭმელს თითქმის ვერ ვჭამ, ხო გეუბნებით, ანუ როცა გადასხმას ვიკეთებ, მაშინ მაქვს ენერგია, რომ შემერგოს და თან შევჭამ. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ესეთი რთული ვიქნებოდა ამჯერადაც. მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ გადასხმები დროულად მიშველიდა, მაგრამ არ მშველის. ერთ დღეზე მე თხანს არ მშველის და შევეგუე იმ ფაქტს, რომ უნდა გავუძრო პირველი ტრიმესტრი რამენაირად. მესამე თვეში გადასული ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ 1-2 კვირაში ან 3 კვირაში ეს ჯოჯოხეთი მართლა დასრულდება, იმიტომ რომ თქვენ ჩემი ის მდგომარეობა რო ნახოთ, რა მდგომარეობაშიც ვარ ხოლმე. мотивация დაგეკარგებათ იმისი, რომ საერთოდ ბავშვი გააჩინოთ. ესეთი ამბავი აი ამის გამო ავჩანდი ამდენი ხანი. არაფერი არ მომიტყუებია თქვენთვის, რომ ჯანმრთელობასთან და ექიმებთან მაქვს თქოს საქმე, არაფერი არ მომიტყუებია. ყოველთვის ემერჯენსში ვარ კვირაში რა ვიცი რამდენი დღე. სულ გადასხმებს ვიკეთებ, რომ რაღაცნაირად საკვები მაინც და წყალი მაინც მივიყო. ხა წყალი უმნიშვნელოვანესია, წყალსაც ვერ ვსვავ და მაგიტო ვიკეთებ გადასხმებს, რომ წყალი მაინც მიიღოს ბავშვმა, მეც მივიღო, რომ ვიცოცხლო რა. აი ეს მოვასწარი რამოდენიმე წუთიანი ვიდეოს ჩაწერა თქვენთვის. პერიოდულად ჩემთან ერთად იქნებით და ჩემთან ერთად რაღაც წარმოდგენა გექნებათ, როგორ გაიარა ჩემმა პირველმა ტრიმესტრმა. რთული მომენტებისთვის მართლა კამერის აღების კი არაფერს თავი არ მქონდა, თორე ისიც უნდა გადამეღო რა მდგომარეობაშიც ვარ ხოლმე აწი და ვიქნები, მე ვიცი. მაგრამ უნდა გავუძრო, იმიტომ რომ მინდა ბაია პატელა ბაია მინდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დაგეგმილად ჩვენ შემდეგი ბავშვი აღარ გვეყოლება. დაგეგმილად, როგორც ახლა ეს ბაია დავგეგმეთ, ესე აღარ დავგეგმავ, იმიტომ რომ ლილეს სოსორო არა, მე ლილეს საერთოდ ვერ ვაქცევ ყურადღებას. ვერ ვამეცადინებ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ ხალხო. ეხლა აქ რო ვზივარ და ვსაუბრობ, ეს არის ხო გეუბნებით გუშინდელი 2 ლიტრა რინგერის დამსახურება. ხო და
წარმოიდგინეთ მე მესამეზე რო დავრჩემე ფეხმძიმედ 2 ბავშვი კიდე პლიუს და უნარო ხდები რა პათოლოგიური ორსულობა მაგ რასაც ქვია და ნამდვილად ვეღარ გავაჩენ მესამეს. მაგ თუ ღმერთი მომცემს და რაღაც საოცრება მოხდება, აბორტს არ გავიკეთებ. არა. მაგრამ ჩემი ნებით ეს აღარ მოხდება. ეს ახლა ისევ 16 იანვარია იგივე დღეა, ოღონდ ღამე რა, ნუ ხო, 10 საათი ხდება. ჩემ პირის ღრუს არ დაგანახებთ, იმიტომ რომ უწყლობისგან ცუდ დღეში მაქვს. ახლა ხანს წამალი დავლია, ბოლო დღეს რაც უნდა დამელია და წამლის დალევის დროს ცოტა გულისრევა მაქვს ხოლმე რა, ანუ შეგრძნება ბავშვობიდან აგანა, იმიტომ რომ ორსულად ვარ. ბავშვობიდან მაქვს წამლის დალევაზე გულისრევა, თეთრი წამლები არ მიყვარს, რომელიც გეკრობა. ყოველთვის გულისრევის შეგრძნებას მიჩენდა და დღემდე ესია. და ახლა მით უმეტეს უფრო მძაფრად და ვცდილობ ხოლმე რომ გადავლახო, სანამ რამოდენიმე წუთი გავა და ეს წამალი ჩავა იქ, სადაც არის ჭესასვლელი. მე დღეს დღევანდელთან შედარებით დავმძიმდი, დღეშიც უფრო კარგად ვიყავი, ნუ როგორც ხდება ხოლმე გადასხმიდან მეორე დღეს ცოტა კარგად ვარ, საღამოს ისე მძიმდები. ხო და ეხლა ესეა ზუსტად. არ ვიცი თქვენ ვის როგორი ტოქსიკოზი გაქვთ, მაგრამ მე უამრავი ნერწყვი მიგროვდება პირში, რაც გულისრევის შეგრძნებას მიმძაფრებს, იმიტომ რომ ამდენი ნერწყვის ხლაპვა მოდის, არ მთავრდება, ძალიან მაწუხებს. პირი მაქვს სულ გამოხარშული. გადანერწყვებასაც ვცდილობ, მაგრამ გულს მირევს რა, მოკლედ. ეს ყველაფერი საერთოდ გულს მირევს. ფსიქოლოგიურად ძალიან დავსუსტდი. გაუვალე გვირაბი მგონია ეს ყველაფერი, უკვე არ მგონია რომ ოდესმე დამთავრდება. ლაპარაკიც, რო გითხრათ დიდად რომ შემიძლია მეთქი. არ შემიძლია, მაგრამ მინდა რომ კადრები დარჩეს. მედი მაგ დარჩება. მედი მაგ ყველაფერი კარგად იქნება. წინაზე მე გუბარს ვეუბნებოდი, რომ როცა ლილეზე ვიყავი ფეხმძიმედ, რატომღაც არასდროს არ მიფიქრია იმ 9 თვის მანძილზე, არც ერთხელ არ გამიფიქრებია, რომ ნეტა ჯამთელი დაიბადოს, ნეტა როგორი, ანუ არ მიფიქრია ცუდზე. ლილეზე როცა ვიყავი ორსულად, მარტო იმაზე ვდარდობდი, როგორ ვიმშობიარებ მეთქი, მეშინოდა მშობიარობის თორე არ მიფიქრია, რომ ან მუცელი მომეშლებოდა, ან ერთადერთხელ მაშინ დამაძალეს რომ გამიფიქრებინა, ისევ და ისევ ტოქსიკოზის გამო რომ კლინიკაში მოვხვდი. მაშინ მითხრა იქმა პირდაპირ რომ საშიშროება არის, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით რომ შევინარჩუნოთ და 7 დღე ვიწექი ხუდუშაურის კლინიკაში, სადაც შევინარჩუნე ლილე გოგო. მაშინაც ასეთი რთული პირველი ტრიმესტრი მქონდა. ძალიან მშურს იმ ქალბატონობის, ვინც ისე მიდის ეს პროცესი, რომ არნაირი სიმპტომი რო არ აქვს და ძალიან გემრიელად და გოხდათ, რომ ასრულებენ სამივე ტრიმესტრს და ახლა ძალიან მშურს თქვენი. რაღაცნაირ დღეებს ვითვლი, რაღაცნაირად მჯერა, რომ 3 თვის მერე ეს ყველაფერი დასრულდება. იმეც ვიტოვებ, ნუ ლილეს შემთხვევაში ეგრე მოხდა 3 თვის მერე გამიარა ყველაფერმა და იმედი მაქვს ამ შემთხვევაშიც ესე იქნება. ეხლა ვიღაცა იტყვის, შეიძლება თქვათ, რომ ტოქსიკოზი ვის არ ქონიო. მაგრამ
ამას ის ქალი არის ტყვის, ვისაც ტოქსიკოზი ქონია. ამას იტყვით ის ქალები, ვისაც არ გქონიათ, თორემ ვისაც ტოქსიკოზი ქონიათ, ან ესეთი მძიმე, როგორც მე მოქვს. ზუსტად გამიგებთ რა მდგომარეობაშიც ვარ და მით უმეტეს როცა საზღვარგარეთ მე საქართველოშიც მარტო ვიყავი. ვერ დავაბრალებ ხა საზღვარგარეთს. ტოქსიკოზის დროს საქართველოშიც მარტო ვიყავი, გვერდზე არავინ არ მყავდა, სოსო მაშინაც მუშაობდა. მაგრამ მაინც საქართველოში რაღაცნაირად სხვანაირად გრძნობ თავს იქ მეგობრები იქ. ახლობლები რაღაცა რომ მოხდეს ვიღაცის იმედი მაინც გაქვს და აქ თან სოსო მაინც მოდიოდა სახლში კრიზისულ მომენტებში როცა ძალიან ცუდად ხვდებოდი ახლოს იყო სამსახური და მოდიოდა რა და აქ ვერ იწავ მაგას იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვალდებულება გაქვს ქირა გაქვს გასავალი გაქვს εν რაოდენობით და აქ ვერ მოიწყობ იმ რეჟიმს შენ რო გინდა აქ ისე იცხოვრებ როგორც ამ ქვეყანას უნდა და ეს ქვეყანა მოითხოს ესე ვთქვათ და აქ მით უმეტეს მარტო ხარ რა ესეთ მდგომარეობაში თან მარტო ყოფნა კიდევ უფრო რთულია მაგრამ მოვერევი ყველაფერს გავუძლებ დასრულდება დიდი იმედი მაქვს მალე თავარია ბავშვი იყო ის ჯამთელი და უკან მოვიტოვებთ ამ სირთულეებს და გამივლის მალე იმედი. ათიქი ხა ჩავიცვათ წავიდეთ ბაღში. იყოს თუ სახში. სახში არა იქ იყოს. იყოს. ათეთი. თითოეულ ტუტულა. სალამი. როგორ ხართ? ამ ვიდეოში ალბათ ამ ვლოგში ალბათ ბევრი შეგეკითხებით. დღეს არის 23 იანვარი. აქამდე ვერ მოვახერხერო ჩამერთო კამერა და მოვსულიყავი თქვენთან ძალიან ცუდად ვიყავი ბოლოს როგორც მახსოვს 16 იანვარს გელაპარაკეთ დღეს გუშინ და დღეს შედარებით უკეთ ვარ შედარებით ბოლომდე არა მაგრამ შედარებით გადასხმების გარეშე რაც თავარია ანუ გადასხმები არ არის იმის მიზეზი რომ შედარებით უკეთ ვარ აი თავისით ესე რაღაცნაირად დღეს ერთი თვის მე პირველად დავლე ყავა, ანუ დღეში ერთხელ მაინც დავლე ყავას. ძალიან მენატრებოდა. ნალექიანი ყავა დავლე. და ახლა შევჭამე ერთი ცალი ბანანი. იმედი მაქვს რომ შემერკება. ხა წამასაც დავაყოლებ ხებინებისას. და იმედი მაქვს რომ ასე გაგრძელდება ამ მდგომარეობაში ვიქნები. იმედი მაქვს მინიმუმ ამ მდგომარეობაში ვიქნები. ლილე ბაღში გავუშვი დღეს მწვანე ფერის დღე აქვს მწვანე ფერს სწავლობენ ნუ იცის მაგრამ ნუ საჭიროა ისე მაინც ხო და მწვანე კაბა აცვია ბარხატის მწვანე კაბა და თუ არ დამავიწყდა აქ ამოვარდება სურათი ბაღიდან რომ გამომიგზავნიან აქ ჩავსვავ დღეს მივდივარ გინეკოლოგთან ასევე აქ როგორ ხდება იცით აი მაგალითად ჩვენთან ახლა საქართველოში რომ ავიყვანთ გინეკოლოგს ის მოყვება ბოლომდე მაგრამ აქ სხვანაირად არის აქ ახლა ჯერჯერობით 10 კვირის თვარ ახლა და 10 კვირამდე ეს ბოლო ვიზიტია ამ გინეკოლოგთან დღეს და დღესვე უნდა ავიყვანო სხვა გინეკოლოგი რომელიც უკვე ბოლომდე 9 თვემდე გამომყვება როგორც იცით ბავშვ გემატომა აქვს, მგონი არ დამვიწყებია გითხარით ვიდეოს დასაწყისში. დღეს უნდა შევამოწმოთ როგორი მდგომარეობა, იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. და ნახოთ რა. კარგი ამბავი, კარგ ამბავს მეტყვის იმედია იქ. კიდევ რა შემიძლია გითხრათ? სოსოს მივყავა რა თქმა უნდა ლილეს გამოვიყვანთ ბაღიდან და მერე წავალთ ექიმთან
უკან გახედვაც არ მინდა, ანუ იმ დღეებში გახედვაც არ მინდა რა დღეებიც გავული. გუშინ შევცვალე ოთახში გადავაადგილე ჩვენ ლოგინი თუ გახსოვთ აი რომ შემოდიოდი იქეთ იდგა ეს ჩემი გადასხმისგან არის. ხო და აქეთ დავდგით ლოგინი. ფარდები აქეთ გადმოვიტანეთ, ფარდები შევცვალე, ლურჯი ფარდები ეკიდე ხო გახსოვთ და ეს ვარდისფერები დავკიდე ახალი და ესე გამოიყურება ახლა ჩვენი ოთახი. მინდოდა რომ შემეცვალა, იმიტომ რომ იმ გარემოში ერთი თვე ვეგდე. აღარ მინდოდა და მინდოდა რომ თავიდან სხვა ახალ გარემოში მამეგრძელებინა ყოფნა და ესე გადავაადგილე. ეს ფარდებიც მეგონი უხდება. ის თეთრები იყო ეს ჩემი. ეს ვიყიდე რამდენიმე დღეს უკან და ვარდისფერი ფარდები, ჭუჭყენი ვარდისფერი. ეს საწოლი ლილეს ვუყიდეთ გუშინ და დავუდგით ჩვენ ოთახში. იმიტომ რომ ის ოთახი გავაქირავეთ დროებით ისევ ჩვენს მეგობრებზე, ცოლ-ქმარზე, ხო და დროებით აქ ძინავს ლილეს. აი ხა შეიძლება ცოტა ხმაური იყოს კადრში, იმიტომ რომ ის არის ჩართული გათბობა მანქანაში და გამოვედით სახლიდან. ეხლა არის 11:09 და მივდივართ რა სარიცხედან სამრეცხაოში და მე მივდივარ მაღაზიაში. მე უნდა ვიყიდო ფეხსაც, მინდა რომ ვიყიდო, არ ვიცი თუ იქნება რამე ესეთი რომ ვიყიდო, ვიყიდე თბილი ფეხსაც მე. მინდა რომ ვიყიდო და ნახოთ რამეს თუ ავარჩევ და ამასობაში მოვა მე. არა, ამასობაში მე მინდა რომ ახალ გინეკოლოგთან აპოინტმენტი დავნიშნო და მე მოვა ლილეს გამოყვანის დროც და წავალთ ექიმთან. დაგაცანით გეგმები. მანდორ. ეს რა პროგრამაში? ახლა მოვედით კლინიკაში, სადაც მე გადასხმას ვიკეთებდი. ოღონდ იმიტომ არა რომ მე გადასხმა გავიკეთო, ბებია ჩემს წამლები აქვს ასაღები და თვითონ ვერ ახერხებს და ჩვენ მოვედით სოსუა შესული რომ აიღოს წამლები მისთვის. და როგორც ვიცი დღეს უნდა მიუტანოს. Schön weit machen. მოვედით ეხოსკოპიაზე, უკვე შევდივარ.
ეს არის ლილეს კარადა, რომელიც Amazon-დან გამოვიწერე და დღეს სოსო აწყობს. ხო. დადგოს ჩვენთან ოთახში. გამარჯობა, ბავშვებო. დღეს გვაქვს ახალი კარიტი ჩემთვის და ეს კაბა უნდა ჩაატო, იმიტომ ძალიან მთლია და იმ სახალწრომის მოხსნა და მოვიწყო. უხსნა. Now we have to just do like this, like this card. So as the next version. მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო. ნუ ჩემთვის დილა მშვიდობისა და თქვენთვისაც, რა ვქნა? თქვენ კი ახლა ამას ერთიანად უყურებთ, მაგრამ ჩემთვის დილა. ესე იგი, გუშინ ხო იცით რომ არშალში ვიყავი და ფეხსაცმელის ყიდვა მინდა თქო, ხო გითხარით. მოდი წამალი დავლიოთ რა. ვიტამინი. ხო და ხო გითხარით რომ ფეხსაცმელის ყიდვა მინდა თქო. ფეხსაცმელი ვერ ვიყიდე. იმიტომ რომ არ იყო არაფერი ისეთი, რაც მომეწონებოდა. და ეხლა ისეთი მდგომარეობა არ მაქვს, რომ არ მქონდეს ფეხსაცმელი. ფეხსაცმელი მაქვს. მაგრამ მინდოდა რომ სხვა არა, იმიტომ რომ თბილი როგორც ისეთი ერთი ფეხსაცმელი მაქვს. გამოსაცვლელი მინდოდა. დოლარად დედა რამხელა წამლებია ეს, აუბედურებაა. რატო არის ამხელა გაფიცებ ეს როგორ გადავყლაპო? რა არის ეს? ამას შეხედეთ, ეს რა არის? სპილოა? რა უბედურებაა? რა პატარა ბიჭი იყო ძლივს ყლაპავ იმას და ეს რა უბედურებაა, დედა. ვაი. ცუდად მიდევს ტელეფონი, მაგრამ არა უშავს. ხო და ვიყიდე გადასაფარებელი 24 დოლარად ვარდისფერით. ამალი მოიცა რაღაცნაირად გადავყლაპო. ხო მშვიდობა აქვს ამ წამალს. ეს რა? ესეთი გამოვიდა. ესეთი ამ ლოგინს მინდა რომ რამე საყვარელი ბალიშები უყიდო. რაღაც ფორმებიანი რო აფესო და ფერადი. ესეთი გამოვიდა რა. ეს მქონდა, ეს ლურჯი მქონდა. და ხა ეს ამის ჯერია. ეს სადღაც 1 წელია მაქვს, აი ეს. ნუ არაფერი არ აკლია რა ეს წელიწადს სამადიელოს. და ხა ამის ჯერია. ეს ლილეს ლოგინი, ამასაც ადიელა აქ თავისი სარეცხი უნდა ამოვყაროთ, ეხა აქ დავყაროთ. დავკეცოთ, დავახარისხოთ. ამასთან ერთად ეხა განახებთ ლილეს კარადა ესეთი გამოვიდა. ჯერ შიგნით არ არის ტანსაცმელი. ნუ ასეც გადმოვდეფაქეთ. ესეთია. ესეთი, ანუ ეს არის მყარი კარდონი, მაგრამ ზედ არის გადაკრული, ხო ხვდებით რა, მიხვდებით ახლა რაც არის. და აქვს 10 უჯრა. საკმაოდ ტევადია ჩემი აზრით და უნდა დაეტიოს წესით. ესენი ყველაფერი არის ნაგავი. აქედან გადავარჩიე, რაც ცუდად თუ არ დამირაგებია მისი სათამაშოების თაროები და დავახარისხე ახლა. ამასობაში ბავშვებო, ტოლმისთვის ფარში გავამზადე. ცოტა გაუჩნდეს გემო და მარილს გავუსინჯავ. აქეთ ამას წალავ. და დღეს ტოლმა იქნება და კიდე ფენოვანი ცრომი მაქვს და ხაჭაპურს გავაკეთებ ფენოვანის ხაჭაპურს და ყველაფერს პერიოდულად თქვენს განახებთ.
ალბათ არ ვიცი, ალბათ დიდი ვლოგი გამოვა ეს თან არც მინდა რომ ძალიან დიდი გამოვიდეს, მაგრამ რავი რაც გამოვა. დიდი ხანია არ დამიდია და იყოს ესე ამჯერად. დრო უნდა მეების მოწავლას, ყველაზე დიდი დრო მოწავლას მეაქვს, თორე მე შეკარი ჩაალაგე და იდუყოს თავისთვის. წავედი ახლა სანამ ისიწალება, ცოტა ხანი სოს ვამოვანა გავინა გავატან. სანამ ისიწალება მე ცოტას დავისვენებ. საღამოსკენ გავაკეთებ ხაჭაპურს, ჯერ არა. საღამოსკენ. ანუ რომ მეგონა რომ ყველაფერი დასრულდა და კარგად ვარ თქო და ასე ვარ თქო. აი ახლა ვაღებინე. ჯერ ძალიან სუსტად ვიყავი. და შევედი და ვაღებინე. ეხლა რომ ვაღებინე ცოტა მომეშვა რა. არ ვიცი ესი ბრალია იმისი წამლის ვითომ ვიტამინი რაღაცა ვიტამინი შნეს და დავლიე და არ ვიცი მაგის ბრალია თუ ვიტამინს უჩვენება როგორ უნდა მოეცა არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ ცუდად გავხდი რა. არა ვიტამინამდე გავხდი ცუდად. ნუ მოკლედ დილით კარგად ვიყავი რა და დილის მერე ისე დავმძიმდი. ეხლა რო ვაღებინე ცოტა მომეშვა რა. ცოტა მიჭირს საუბარი. ღებინების შეგრძნება მაქვს ისევ და სავარაუდოდ ისევ ვაღებინებ. და ეს ყველაფერი გამოიწვია აი ამ დამპალმა წამალმა. აი ამ ნაგავმა წამალმა გამოიწვია. ძლივს დავწყნარდი, ძლივს თითქოს გაიარა ყველაფერმა. ძლივს თითქოს მეშველა და რაღაცა როგორი ბედნიერი ვიყავი ლოგის დასაწყისში ხედავ დასაწყისში ერთად. გუშინ ექიმთანაც რო ვიყავი, რავი, არ ვგრძნობდი თავს, მაინდა მაინც ცუდად, ნორმალურად ვიყავი, ნორმალურად. და ეს დავლი, ეს დამპალი წამალი და თურმე ქონია ერთ-ერთი უკუჩვენება, ღებინება. კუჩში შეკრულობა, ღებინება და რაღაც. მე იქ კი მითხრეს, რომ ну თუ ფაღარათი დაგემართავ ამის გამო შეწყვიტე, მაგრამ რომ მეთქვათ, რომ აი ფაღარათთან ერთად ანუ თუ შეკრულობა ვანახა, ღებინებაც ახასიათებს, რომ ეთქვათ, ოდნა ერთხელ მაინც წამოცდენოდათ, ხო, მე ამ წამალს არ დავლევდი. ანუ არ ვიცი. ანუ აი რატო დავლიე, მაგრამ ექიმი რომ გეუბნება ვიტამინების ნაკრები თან გამომატანა 4-5. ნუ თითოში 5 ძალია 20 ტაბლეტი. აი ეს ნაგავი წამალი. Told you to turn back. I thought we could make it. We? I thought Made by the gods. You can't fix it. next time we'll be more careful. Tikal was stuck on the barrier island. It's lava. It can't go in the water. We can find a way around. I'm not going back. We still have to restore the heart. My hook is cracked. One more hit and it's over. Maui, you have to. ეს არის ჩემი საჭმელი, აქ არის ვაშლის პიურე, აქ არის ვაშლის წვენი უშაქრო, მაგრამ ძალიან გემრიელი. აქაც მგონი ისე ვაშლის პიურე. აქ რაღაცა ჟელე. ცოტა სალათა, რაღაც. ეს ძალიან გემრიელი პიურეა და როგორც ხედია.
გუფთასნაირი რაღაცა 4 ცალი და ესენი მგონი ბულგარულებია და ესეთი შარგავი და დანა და კოზი ნახეთ ასეთია არის დიეტური დილამშვიდობისა ნუ ჩემთვის დილამშვიდობისა ეხლა დღეს არის გუშინაც რიცხვი გითხარით არ გითხარით მე მგონი არ გითხარით რა ვიცი დღეს არის აი აღარ მახსოვს აქ დაიწერება და დის 8 საათზე ლია შემოვიდა ბებია ჩემიც აქ არის ამ საავადმყოფოში თავისი მოხუცი ყავს და მოხუცი არის ცოტა ისე და დავემთხვიეთ ესე ვთქვათ ეს ჩემზე ადრე მოვიდა 2 კვირა აქ არის და მე გუშინ მოვედი ხო შემოიტანეს საუზმე და მინდა რომ განახოთ რა საუზმე შემოიტანეს ესეთი რძე აი ამ ფლოპიებისთვის ესე ვთქვათ ჩასა შეჭამ შემოიტანეს 2 ცალი ბლინი ესეთი გემო დიეტურია მე ცუდი არ არის აქ იყო მარწყვის ჯემი პატარა იმაში და მე პურთან ერთად ვჭამე ყავასთან ერთად აქ იყო პატარა ნაღები ყავისთვის აქვე პატარა შაქარი ბლინისთვისა ესეთი კარამელის ხო თამბლი სიროპ ხო კარამელი თაფლივით რა ესე დასასხმელი ბლინზე ვაშლის წვენი ჩემი ფავორიტი ძალიან მომწონს უშაქროა ანუ ძალიან გემრიელი და ესეთი წყალი 2 ცალი აი ეს არის დილის საუზმე გუშინ მე ბებიაჩემ მომიტანა კიდე ის ჟელეები რაღაცა საჭმელი ეს თუ ოთახის ტემპერატურაზე მედო ეხა ეს და იმედია არ გაფუჭდებოდა ყავა მე სიამოვნა ძალიან წერან ყავის დალევა უმენატრა თავს უგრძნობ უშინდელთან შედარებით უკეთესად ნახოთ მე როგორ გაგრძელდება შევინახოთ ეს რძეც და ეს ხამხამს იმიტომ ვეძახი რომ ლილია ეძახის ხლოპიებს ხამხამს ეხლა იყო ექიმი შემოსული და გაგწერთო ან ჩამოვლას გავაკეთებთო და ბოლოს მოვალთ და გაგწერთო დღეს წავალ სახლში კაია და იმედია მე ყველაფერი კარგად იქნება სახლში ვარ და სულ მომიმზადა ესეთი საჭმელი ნუ მე რაც მინდოდა ის ვთხოვე და თვითონ მომიმზადა სპინაჩი პომიდორი ყველი კიდე მწვანილები კიტრი ციციბურა და 1 ცალი სარდელი ასე მივირთვათ რამდენი ღებინება ვაშენს
რა აგებო? 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 რა თქმა შენ რო გესიამოვნება მე იმიტომ მინდა რომ ფერფერი ჩინია. ეცეია. მამაზეა. არ ვიცი. კიდევ ერთხელ და უკვე ალბათ მე-10 გესალმებით ამ ბლოგში არ ვიცი. არ მახსოვს. დღეს არის 4 თებერვალი. შედარებით უკეთესად ვარ კიდევ. ხანდახან მაქვს ხოლმე განსაკუთრებით დილაობით ეს ცოტა ცუდი შეგრძნებები, მაგრამ ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით რა როგორი შეგრძნებებიც მქონდა მთელი თვენახევარი. ასე რომ არ წუწუნებთ. Instagram vlogshიც, ის vlogi რაღა იყო და Instagram story-შიც თქვი რომ ძალიან მინდა რომ ეს vlogi დავდო 6 თებერვალს. თქვენი დროით 6 თებერვალს, ჩემი დროით 5 თებერვალს. იმისათვის რომ დაიდოს ეს vlogi 6 თებერვალს თქვენი დროით. არის ხვალიდან დღეზე დამოკიდებული. ხვალ ბავშვს აქვს მიწევს კისრის ნაოჭზე ეხოსკოპია, სკრინინგი, ყველაფრის დეტალურად ათვალიერება აბსოლუტურად. და ხვალ თუ მითხრა ექიმა რომ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგად არის. მაშინ ეს vlogi შედგება და დაიდება თქვენი დროით 6 თებერვალს. თუ ღმერთმა არ ქნას რაღაცა არ არის რიგზე, რა თქმა უნდა, თუ ამას უყურებთ, მოკლედ ისე ყველაფერი კარგად არის. ხვალ სავარაუდოდ გავიგებ სქეს. ვფიქრობ რომ გავიგებ, იმიტომ რომ უკვე მე-13 კვირაში ვარ და აქ ძალიან ზოგადად მე-12 კვირიდან უკვე მე-12 მე-15 კვირიდან უკვე და ის არის რა ქვია, შესაძლებელია რომ გამოჩნდეს, მაგრამ მე უკვე სიხრის ანალიზით მეტყვი ან ერთ კვირაში ვინ არის ისედაც. მაგრამ ხვალ თუ გამოჩნდა, ხვალაც მეტყვის ექიმი. მაგრამ ამ ყველაფერს სქეს გაიგებთ მეორე ნაწილში, რომელიც ამ vlogis შემდეგ დაიდება. ამ vlogში არა. ამ vlogში ვერ გაიგებთ, შემდეგ vlogში აუცილებლად გაიგებთ. რაც შეეხება სქეს როგორ გავიგებ, ხო, როგორი იქნება ან ცერემონია ან რაღაცა. გენდერფარტი ძალიან მინდოდა, მე ლილეზე არ გამიკეთებია და არ მქონდა სურვილი რატომღაც. ამაზე ძალიან მინდოდა, მაგრამ არ მიფიქრია თუ ესეთ ცივ ამინდებს დაემთხვეოდა ზამთარი იქნებოდა და ასე შემდეგ. მინდოდა ძალიან გარეთ ბუნებაში სადმე გაგვეკეთებინა სქესის ესეთი პატარა რაღაც არაფერი გრანდიოზული, მაგრამ არა ძალიან ცივა ფიზიკურად და ვერაფერს ვერ გავაკეთებ გარეთ. სახლში კიდე იცით რომ მე მისაღები ახლა იმხელა არა მაქვს რომ რაღაცა ან დეკორი გავაკეთო ან რაღაცა მოკლედ რა და არ ვიცი როგორ გაიგებთ თქვენ, როგორ გავაგებინებ მე. საერთოდ რამეს ვიზავ თუ არ ვიცი მოკლედ. ყველა ვარიანტში გაიგებთ თქვენ და რა სახით გაიგებთ, ასე გეტყვით უბრალოდ თუ რამეს გავაკეთებ, მაგას უკვე შემდეგ vlogში ნახავთ, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი როგორანაირად ვიზავ. ხო, მგონია გოგოს იმართლა გითხრათ, სახელიც მაქვს მოფიქრებული უკვე, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ გოგო იქნება. თუმცა გუშინ წინ ვნახე სიზმარი რომ ვითომ ფურცელი მომწეს, სადაც ეწერა რომ ბიჭია ქართულად. მაგრამ მაინც გოგო მგონია, რომ გოგოა და სიმართლე გითხრათ მე უკვე თქვი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ გოგო მინდა ძალიან ისევ, ძალიან, იმიტომ რომ არ წარმომიდგენია როგორ უნდა ვიყო ბიჭის დედა. როგორია ბიჭის დედობა, აი რაღაცნაირად მინდა რომ გოგოს დედა ვიყო ისევ. თუმცა რა თქმა უნდა, ვედნიერეს ვიქნები ერთი და მეორეთიც მნიშვნელობა არ აქვს ესე თავარია ჯანმრთელი იყოს, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ხო იცით, სადღაც რაღაცა მაინც რო იტყვი რა. მინდა რომ გოგოს დედად უფრო წარმომიდგენია თავი. თუმცა შვენიერი ბიჭის დედაც ვიქნები, ასე მგონია. ხო, გოგოსთვის სახელიც უკვე მოფიქრებული მაქვს, ბიჭი რომ იყოს, მე არაფერი არ მაქვს მოფიქრებული სახელი არანაირად საერთოდ. მხოლოდ გოგოსი და ძალიან მომწონს რაც მაქვს მოფიქრებული. გვარსაც უხდება და სახელიც ძალიან მელამაზება. მოკლედ, ვნახოთ, ხვალ იმედია გავიგებ, ძანაცნობის მოყვარება მკლავს ვინ არის. და ცოტა შიშებშიც ვარ. როგორ იქნება, რანაირად იქნება.
რაც ბავშვი დავკარგე მის ამ ფეხმძიმებაზე, აი ძალიან ისეთ შიშებში ვარ, რაც მე ლილეზე არაფერზე ცუძე არ მიფიქრია. არასდროს აი რავი ხო არის რომ აი და ჯამრთელი იყოს ნეტა ის ეგ არ მიოცნებია ლილეზე, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ვიცოდი რომ ანუ არც გამიფიქრებია და არც მინატრია რომ ნეტა ჯამრთელი იყოს თქვენ დარწმუნებული ვიყავი რომ ჯამრთელი იქნება აბა რა. ხო და ახლა ამ ეტაპზე ძალიან ესე დაძაბული ვარ რა, სულ რაღაცებს შიშებში ვარ რომ ხო კარგად არის ნეტა, ხო ჯამრთელია ნეტა, ხო გულისცემა ხო არის ნეტა ამ წუთას და ესეთ რაღაც ალბათ ბუნებრივია, ალბათ ვისაც მუცელი მოგშლიათ და ვინც საფეხმძიმედ ხართ მუცლის მოშლის შემდეგ ყველას გექნებათ ალბათ ესეთი შიშები, ყველას გქონიათ ალბათ დარწმუნებული ვარ, ვინმე ახლა თქვენ თავს დაინახავთ. ძალიან მინდა წეგანაც ვფიქრობდი, უნდა მეთქვა თქვენთვის, რომ ვინც ახლა გადიხართ იმ რთულ გზას, რასაც ტოქსიკოზი ქვია და ხართ ძალიან მძიმედ და ტირილი და ცრემლებით იძახით, რომ აი ოდესმე თუ დამთავრდება და ნეტა ოდესმე თუ გამივლის ეს ყველაფერიო თქვენი სრულებით მესმის და აი დამიჯერეთ და დამერწმუნეთ, რომ გაგივლის და რომ დასრულდება, თან ძალიან მომენტალურად დასრულდება. ძალიან უცებ დამთავრდება და აღარც კი გაგახსენდებათ, იმიტომ რომ როცა უკვე კარგად გრძნობ თავს, გავიწყდება რა, გავიწყდება საერთოდ რაც გაიარე, ის შეგრძნებები და ის ყველაფერი მიდის და გტოვებს. რთულესია, აი ამის გაძლება, ვისაც მძიმე ორსულობა და ესე ტოქსიკური ორსულობა გახასიათებთ, ამის გაძლება დატანა არის შეუძლებელი მართლა, არ ვიცი როგორ გავძელი, როგორ გადავიტანე. სულიერად როგორ მენტალურად როგორ გადავიტანე, მარტო ფიზიკურ დისკომფორტს კი არ გრძნობ, მაგ დროს ტვინში გაქვს სრული ქაოსი, აი არაფერი საერთოდ ამ ცხოვრებაში არაფერი აღარ გინდა, აი საერთოდ ნაცრისფერია შენთვის ყველაფერი გარშემო რა. ჩემიდან გამომდინარე რომ მოგიყვეთ და გითხრათ. მე ლილეზეც ძალიან მძიმედ ვიყავი კი, მაგრამ მორალურად და მენტალურად აი ამ ფეხმძიმებაზე უფრო მეტად დავიგრიე შინაგანის სამყარო ვიდრე ლილეზე. ლილეზე რაღაცნაირად მიღებული მქონდა თუ რა ვიცი და ამ შემთხვევაში ვერ მივიღე ეს ყველაფერი, ვერ გავითავისე და სრულ დეპრესია, რასაც ვქვა, დეპრესიაში ჩავარდი, არავის დანახვა აღარ მინდოდა, ვტიროდი, ვღაოდი სულ, სოსოს ვეუბნებოდი, რომ მე აღარ შემიძლია, ვეღარ ვუძლებ ამ ყველაფერს, მეთქი ძალიან სისულელეებზე ვიფიქრე, ძალიან დებილმა აზრებმა გამიარა თავში, ხო მიხვდებით ალბათ რამაც. ხო და აი ამ დონეზე ამ პიკამდეც კი მივედი, იმიტომ რომ თვე ნახევარი როცა ყოველ დღე ერთმანეთზე უარესად ხარ, ერთმანეთზე უარესად გრძნობ თავს და აღარ მთავრდება, გაიღვიძებ ისევ ისე ხარ, ყოველ ღამე ვოცნებობდი რომ ნეტა ხვალ რო გათენდება, კარგად ვიყო და არა, თვე ნახევარი არ არის პატარა დრო და როცა ცუდად ხარ, უფრო მეტად იწელება კიდე ეს დრო. ექიმებს ვევედრებოდი რომ ხვეწებით თქო რამე მიშველეთ ან რამე რაღაცა გამიკეთეთ ისეთი რომ მე ბავშვი მყავს თქო სახლში და პატრონი ხო ჭირდება მეთქი იმ ბავშვს და რაღაცის დამეხმარეთ მეთქი ვევედრებოდი ექიმებს და მეუბნებოდნენ რომ არ გიშველის არაფერი ამან თუ თვითონ არ გაგიარა არ გიშველის ეს გადასხმებსაც რომ გიკეთებთო ძალიან ცოტა ხანს აი ოდნავ კარგად იგზნობ თავსო და მართლაც ეგრე იყო გადასხმებიდან რომ უბრუნდებოდი სახლში რამოდენიმე საათი განაკარგად ვიყავი ოდნავ უკეთესად ვიყავი და მაშინვე ან ბანაობდი როგორც გითხარით უკვე ან რა ვიცი რა რაღაც ოთახს ხელს მოვუკრავდი რაც ისეთი საუცბათო იყო რა და всё მე ისე ვუბრუნდებოდი ძველ პოზიციას მართალია სანამ თვითონ არ გაგივლის ეს ყველაფერი არაფერი დედამიწის ზურგზე არ გიშველის და მესმის ყველაფერი კი უბრალოდ შველა რო გინდა და რო გიჭირს მაინც გგონიო რაღაცა მედიკამენტი არსებობს რომელიც გიშველის და ნეტამც მართლა გამოიგონონ რამე ისეთი წამალი რომ 100 ადამიანი 100 ქალი არ იტანჯებოდეს და 100 ძალიან არ წვალობდეს მაგრამ რაც თავარია გონი უკან მოვიტოვე ყველაფერი მედია რომ ყველაფერი დამთავრდა ცუდი ისეთი ძალიან ცუდი თორე სულ არ დამთავრებია ტოქსიკოზი ისე ვერ გურძნობ თავს კარგად
მაგრამ არც კი შევადარებ იმ მდგომარეობას, ამ მდგომარეობაშიც ვიყავ. ასე რომ დაგემშვიდობებით ახლა ჩემო ძვირფასებო. როგორც გითხარით, ხვალ მივდივარ ექიმთან, ეს ექიმთან წასვლის პროცესი და ეს ყველაფერი, რაც ხვალის შემდეგ მოხდება და ხვალ მოხდება, ეს ყველაფერი იქნება შემდეგ ვლოგში. ძალიან დიდი მადლობა რომ ელოდებოდით, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მოხვედით და მომწერეთ Instagram-ზე, Facebook-ზე. კომენტარებში, ძველ ლაივის კომენტარებშიც მიწერდით რომ ენახა. უსაზღვროთ და უზომო დიდი მადლობა და მიხარია რომ სადღაც ვიღაცა ჩემით ინტერესდება და ვიღაცას ვადარდებ, აი ამ ხელათი მაინც ყველანი მახსოვ ხართ და ყველას ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ არც ერთი თქვენგანი არ იყო ვალდებული რომ ჩემთვის ყურადღება გამოეჩინა, მაგრამ რა რომ გამოიჩინეთ და თქვენი ინიციატივით გამოიჩინეთ, ყველა ბლოგერს ჩემ გოგოებს, ვისაც გაგახსენდით, ვინც მომწერეთ და მომიკითხეთ, დანარჩენებს, მაყურებლებს, ყველას აბსოლუტურად მეგობრებს, ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ მაქცევდით ყურადღებას და მკითხულობდით. ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვლოგს უყურეთ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვლოგი დავდე და ძალიან მალე თუ ეს ვლოგი დაიდო, ესე იგი მეორე ვლოგიც მალე დაიდება. ლაივები გაგრძელდება და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით ისევ და უფრო უკეთესაც. დროებით